ხელოვნების სფეროში დაწესებული ყველაზე დიდი ფულადი ჯილდო 20,000 ლარი წლის საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისათვის რეჟისორმა დავით დოიაშვილმა მიიღო სპექტაკლისათვის მაკბეტი. ჯილდოს გადაცემის ცერემონია საქართველოს ფონდ ცისკრის და დეველოპერული კომპანია რედექსის ხელშეწყობით ყვარელში მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში გაიმართა. დავით დოიაშვილი მაკბეტი. მეტება ძალიან დიდი სიამოვნება, ძალიან დიდი წინსვლა, როგორც მსახიობს დამწყებს და ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. ძალიან გამახარა, მანახა ბევრი რამ, გამაცნო 1000 ძალიან კარგი მსახიობი. წარმატებული გასტროლიდან დავბრუნდით გუშინ წინ, მაგრამ სულ სხვა, როდესაც შენი ქვეყანა ასე შეგაფასებს. და ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ის მაყურებელი, რომელიც შენნაირად გძნობს, იმიტომ რომ ისიც ქართველია. გულოცავდო ის და დიდი მადლობა მას, იმიტომ რომ არა ის, ჩვენ შეიძლება საერთოდ არც ყოფილიყავით. მეორე წელია სულ არსებობს ეს ჯილდო, ვაჯილდოები საუკეთესო რეჟისორს ქართულ თეატრში. და ვფიქრობ, რომ უმთავრესი ჩანაფიქრი რაც იყო ჩვენი, რომ პოპულარიზაცია გაუწიოთ სოფელს. კუთხეებს, ჩვენსაც ულამაზეს კუთხეებს და უმნიშვნელოვანეს კუთხეებს.